დღეს მე განახერხ ყველა ჩემ თათის ქვიშს. და მოდის დავუყოთ. ეხლა მე განახერხ ჩემი ყველაზე პირველი თათის ქვიში. აი ესეთია. ცოტა ხმელია, იმიტომ რომ გაცივდა რა. ძალიან კაია, ანუ რაც რბილი არის, როცა რბილია ძალიან კაია ხელში. ახლა ცოტა ხმელი არის, იმიტომ რომ ცივი იყო რა. და მაგიტომ ნახეთ ასეთია. ცოტა გაიშალოს. ისე მაგარია. აი ესეთია ნახეთ. მოდით გადავიდეთ ჩემ სხვანაირ თათებზე. და ეს არის ჩემი მეორე თათი, ეს არის ორიგინალი. ანუ სილიკონის გავხსნათ. აი ასეთი საყვარელია. მე ძალიან მომწონს. თუ გაინტერესებთ სად ვიყიდეთ, დაწერთ კომენტარებში და ვიტყვი. ასეთი ლამაზია. მოდით გავხსნათ მეორე. აი ეს. თუ რამეა ესა და ეს იყო იმაში ბეწვში, ანუ ფლაფიში. აი ასეთი ესეც. ეს ცოტა რბილია ამის შედარებით, ეს ცოტა მაგარია, აი ეს ცოტა მაგარია. ეს რბილია. ანუ ეს ნახეთ, ეს უფრო რბილია, ეს არ არის ესეთი რბილი. მაგრამ ეს უფრო ლამაზია ვიდრე ეს. ვინმე. ეს ძალიან მომწონს და მოდით გადავიდეთ ჩემ ყველაზე საყვარელ თათზე. აი ასეთია. ძალიან მიყვარს ესა. იმიტომ ძალიან რბილია და ძალიან წეპოვანია. ანუ ეხლა არ არის, იმიტომ დავბანე. ხო და ამას აქვს ძალიან პატარა პრობლემა. აი ეს ძროება. რა ვქნა არ ვიცი, როგორ მეიქნე მივაწებო, ვიცით დაწერეთ კომენტარებში. მაგრამ ეს ძალიან რბილია, აი ისეთი რბილია. აი ამასთან შედარებით, აი ეს არის ძალიან ხმელი. ეს ძალიან რბილი. ეს ჩვეულებრივი. ანუ ამასთან თამაშის კი მეშინია ესეთი კაია, ლამაზი და სიმპათიური. აი აქ არის ამის ფოტო, პირველად რო გავხსენი. ესეც კაია. ამის unboxing ვიდეოზე და შორტებზე თუ გნებავთ ნახავთ. აი ესე ჩემი თათი ეს გაიბერა თვისა. თავის ფორმა მიიღო. და აი ყველა ჩემი თათი, რომელიც ახლა მე მაქვს. ასეთია. თუ გაინტერესებთ ისევ სად ვიყიდე, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გეტყვით. ხო და მოდით ახლა შევაფასოთ ჩემი თათები. ხო და მოდით დავწყოთ აი ამ თათისგან. ეს თათი მინუსები და პლუს გეტყვით. მოდით დავწყოთ მინუსებით. ძალიან მაგარია ეს უკვე ვთქვი. ძალიან მაგარი თათია. ძალიან რბილი არ არის, ანუ მაგას ვამბობ, რბილი არ არის. და ამიტომ პლუსები არის ძალიან ლამაზია, კაშკაშა ფერებით არის. და ეს ფლოკიც რო ქონდა, ეს ბეწვები, ანუ ბეწვები ქონდა რომ მოვაშორე, იმიტომ მაგრამ ნერვებს მიშლიდა. მოვაშორე ისე იცით რა კაშკაშა იყო, ანუ ამის ხელში დახება არ მინდა და ისეთი ლამაზი იყო, მაგრამ მე დავწყე თამაში და მაინც მოძრაეს ყველაფერი და აი ესეთი ნახეთ. უფრო კარგად. მოდით გადავიდეთ აი ამაზე. ამის მინუსები არის ის, რომ იხევა. ანუ იხევა, ნახეთ. აი აქ ნახეთ, აი აქ. რატო იხევა არ ვიცი? და მინუსი კიდე არის, რომ ფერი გადავიდა, ანუ აი თუ ჩანს, აქ იყო მწვანე, ანუ მუქი მწვანე. აქ ახლა ღია მწვანე, ანუ ასე იყო, აქ იყო მუქი მწვანე, აქ იყო ღია მწვანე და ეხლა უკვე გაყვითლდა. ამას ფერი გადავიდა, არ ვიცი რატო. მაგრამ ეს თან იხევა, ნახეთ აი მე. აი ნახეთ ეს რა არის? ეს რა არის? რატო იხევა? ეს არის მინუსები. და მოდით გითხრათ პლუსები. ესეც იყო ფლოკში, ანუ ამ ბეწვებში. ამასაც მოვაშორე, იმიტომ ესეც ნერვებს მიშლიდა. და ამასაც მოვაშორე ეს ფლოკი. და პლუსი კიდე არის, რომ ანუ ეს თათი არის რბილი, ანუ აი სათამაშოდ არის ნორმალური. და მე ძალიან მომწონს. აი ამის შედარებით, ეს არის მაგარი, რა ვთქვი, ანუ რბილი არ არის. ეს რბილია. კარგით, მოდით გადავიდეთ ჩემ მესამე თათზე. აი ჩემ მესამე თათი, ჩემს საყვარელი როგორც თქვი უკვე, მოდით გავასწოროთ.
და დავწყოთ მინუსები. მინუსები თქო აი ეს ზრება, აი ეს. ისე ASN-ის ზრება ნახეთ. წებოვანი ლაპკები, ანუ წებოვანი თათები ასეთია. აი ნახეთ ეს ზრება. იმიტომ რომ დაუბან, რომ გავასუფთავო, მაგიტომ. თუ ჭუჭყიანი მაქვს, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავასუფთავო, იმიტომ რომ აი ესენი ზრება და არ მინდა. ესეც მასაწებოვანი ნახეთ. მინუსი კიდე არის რომ ადვილად ფუჭდება, ანუ აი ეს წებოვანი ადვილად ფუჭდება. მაგრამ არ იხევა, კიდევ კაი. აი ნახეთ, ცოტა რაღაც ნაჭმუჭნები აქვს, მაგრამ ეს არ აუშვებს. ხო და ასეთი მინუსები აქვს ამას და ეხლა გადავიდეთ ამის პლუსებზე. პლუსი არის რომ ძალიან რბილია, ძალიან მოწონს, აი ეს კი ლამაზია, ანუ ეს ლამაზია. კაშკაშა არის, უკვე გითხარით რომ ანუ ამის ნამდვილი ისა რომ გავხსენე ამის ფოტო უკვე აქ მოვამაგრე. ძალიან მომწონს ეს თათი. ხო და მარტო ეს ერთი ორი პლუსი მაქვს ამის, ხო თქვი უკვე ერთი ძალიან რბილი არის და ლამაზი თათია. მოდით გადავიდეთ ჩვენ მეოთხე თათზე. აი ეს თათი ჩვენთვის მოდავიწყოთ მინუსებით. მინუსები არის რომ როცა ანუ ცივ გარემოში არის ან დიდი ხანი არ გამოგიყენებიათ, ძალიან მაგარია, ნახეთ, ძალიან მაგარია. აი ძალიან, მოდით ამის პირველი ფოტო განახოთ, რომელიც გადავიღე, აი აქ არის. წარმოიდგინეთ, ეს ღირდა 6 ლარი. 6 ლარი ძალიან ძვირი ამისთვის. ამას გეტყვით, სადაც ვიყიდე. თუ ანუ კომენტარებში თუ გაიგოთ, სად ვიყიდე ესე და ესენიც. ესენი ყველა ერთ მაღაზიაში ვიყიდე. ეს სხვა მაღაზიაში ვიყიდე. ხო და გეტყვით ახლა. მინუსები კიდე არა მაქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს თათი და გადავიდეთ პლუსებზე. პლუსები არის რომ ეს თათი არასდროს არ გაიხევა. ანუ ნახეთ, აი ესე რას გინდა ქენით, თუ მაგნეტილით არ გაჭერით. აი ესეთი ლამაზია, ანუ აი რამდენიც გინდა გაწელი, არაფერი არ მოვა. ოღონდ თუ გაჭერით მოვა. ანუ ის არ გაიხევა თუ რამე. ხო, ანუ აი მილიარდი შეგიძლია გაუწევთ 100 კილომეტრით. ხო და მოდით გადავიდეთ, ეს არის პირველი ჩვენი პლუსი და მეორე პლუსი არის რომ ძალიან ლამაზია. ანუ ხა არც როგორ ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზია. მესამე პლუსიც აქვს, რომ ძალიან რბილია, როცა ნორმალურ ტემპერატურაზე არის. ხო და მე ძალიან მომწონს ეს თათი, ანუ აი ამ თათს უწერ 800, იმიტომ კაი თათია. და მოგიტყვი ნახეთ, გლიტერები აქვს შიგნით. ხო და ბავშვებო, ასეთი ვიდეო გამოგვივიდა. ეს ყველა ჩვენი თათი, ეს სილიკონის თათები, აი ესეც. და ეს ჩვენი რაღაც სხვანაირი თათი. და აბა კარგად დამოფოლოვეთ.